პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ეს არის შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შრომით ურთიერთობებს ეხება, ანუ კერძო სექტორში დასაქმების პროცესში წარმოშობილ დავებზე, რომელიც შეიძლება წარმოშობს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. ამ დავების გადაწყვეტა სხვა მეთოდით ხდება. ჩვენთან ზეითად, როდესაც შრომით დავები წარმოიშობა, თუ ის ვერ გვარდება ადგილზე ლოკალურად, თვითონ კონკრეტულ კომპანიაში მაგალითად, მოდავე მხარეები მიდიან სასამართლოში, როგორც წესი. სასამართლოში დავების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. ეს დავები სხვა წლის მიხედვით 1000 აღემატება ყოველწლიურად, მსგავსი დავა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და პრობლემურია, ამ დავების გადაწყვეტა საერთო სასამართლოების სისტემაში როგორც წესი სამივე ინსტანციის გავლის შემთხვევაში ჭიანურდება 2 ან 3 წლის განმავლობაში. რაც პრობლემურია როგორც დასაქმებულებისათვის, ასევე დამსაქმებლებისათვის. რამდენად ხშირია კომპანიებში ზოგადად ინდივიდუალური დავები? თქვენ ახსენეთ 1000 შემთხვევა, ეს წლიური სტატისტიკა არის? წლიური. წლის განმავლობაში შრომითი ურთიერთობიდან კიდევ ერთხელ ხაზს უსვავ, ეს არ ეხება საჯარო სამსახურის შესახებ კანონით რეგულირებულ ურთიერთობებს. ეს ეხება შრომის კოდექსით რეგულირებულ ურთიერთობებს. გასულ წელს მაგალითად 1100 ასეთი დავა იყო. სტაბილურად ერთ და იგივე რაოდენობა თუ შეინიშნება ვთქვათ მზარდი? ბოლო წლებში გარკვეული კლება შეინიშნება, თუმცა ხო ვერ ვიტყვით რა იქნება 2025 წელს და ასე შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში მსგავსი ტიპის დავების სასამართლოს გარეშე გადაწყვეტის ძალიან კარგი პრაქტიკა არსებობს მათ შორის ჩვენ კანონმდებლობაში არსებობს ამის შესაძლებლობები, ეს არის მედიაცია და არბიტრაჟი. თქვენ სამართლით მოკლედ მოგახსენებთ, რას გულისხმობს მედიაციის მეშვეობით და არბიტრაჟის მეშვეობით ამ დავების გადაწყვეტა. მედიაცია გულისხმობს ფორმალური პროცედურების, სასამართლო პროცედურების ან თუნდაც არბიტრაჟის პროცედურების გარეშე ამ დავების გადაწყვეტას მორიგების გზით, მედიატორების დახმარების გზით. მედიატორები არიან შესაბამისი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანები, რომელთა საქმიანობაც რეგულირდება მედიაციის შესახებ კანონით და ისინი ეხმარებიან მხარეებს მათ პოზიცია დაახლოვონ და დავა გადაჭრან ურთიერთ ინტერესების გათვალისწინების და პატივისცემის გზით. დაახლოებით როგორც შუამავლები. ასე. შეიძლება მიმართოს მედიატორს როგორც დამსაქმებელმა, ასევე დასაქმებულმა. ძირითადად ვინ იღებს ინიციატივას თავის თავზე, რომ ამ გზით მოხდეს მოგვარება, სანამ სასამართლომდე მივლენ. დღეს მოქმედი კანონმდებლობით მათ შორის მედიატორს შეუძლია მიმართოს როგორც ერთმა, ასევე მეორემ. თავი ორივე მხარე თანახმად იყოს ამ პროცესში. დასაკვირველი, იმიტომ რომ მოლაპარაკება ვერ შედგება მხოლოდ ერთი მხარის თანახმად. რაც შეეხება არბიტრაჟი უკვე შემდეგი ეტაპია, რომელიც შეიძლება ჩაერთოს იმ შემთხვევაში, თუ დავა მედიაციის გზით ვერ მოგვარდა. რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი და ბოდიში გაწყობთ არბიტრაჟი არის სასამართლომდე კიდევ ერთი არბიტრაჟი არის სასამართლოს ალტერნატივა. მედიაცია არის პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს არბიტრაჟამდე ან და სასამართლომდე თავის მოგვარების მცდელობას მოლაპარაკების გზით. განსხვავებით არბიტრაჟისგან, თუ მედიაციაში მხარეები კომპრომისს აღწევენ, არბიტრაჟი და სასამართლოც იღებს გადაწყვეტილებას კანონის შესაბამისად. ანუ იქ მხარეები უკვე ვეღარ თამაშობენ იმ როლს, რაც შეიძლება მედიაციის პროცესში მორიგების სახით ითამაშონ. კომპრომისს ვეღარ აღწევენ მხარეები. აუცილებლად მინდა გკითხოთ დავების მთავარი თემა რა არის? რა არის ის ძირითადი გაუგებრობები, კონფლიქტები, რაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დღეს საქართველოში არსებობს? ძალიან საინტერესო და აქტუალური შეკითხვა არის, იმიტომ რომ სასამართლოში რა დავებიც მიდის, იქ ძირითადად დავები ეხება გათავისუფლებას. მხარეები დაობენ, რამდენად კანონიერი იყო გათავისუფლება. თუმცა შრომის დავები ბუნებრივია ძალიან მრავალფეროვან სპექტრს მოიცავს. ის დავები, რაც სასამართლოში მიდის, ეს გათავისუფლება უკვე არის ამ დავების შედეგი, ხო, საბოლოო რეზულტატი. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ როდესაც სამუშაო ადგილების დავა წარმოიშობა, არ დამთავრდეს ის მაინც და მაინც ადამიანის გათავისუფლებას. დავა შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი, მაგალითად, შვებულების მიცემა არ მიცემა, შრომის ანაზღაურების დროულად გაცემა, ზეგანაკვეთურთან დაკავშირებული სხვა, ახლა შრომითი უფლებების ძალიან ფართო სპექტრია, შრომითი უფლებების
იქნება ეს დეკრეტული შვებულება, იქნება ეს სამუშაო თუ ასე შემდეგ. ეს დავები შეიძლება მოგვარდეს ადგილზე და აღარ გადაიზარდოს უკვე იმ ტიპის დავებში, რომელიც მაინც სასამართლოში უნდა წავიდეს. თუმცა მიმართავენ ესეთ დროს დასაქმებულები მედიაციას, მედიატორს, აქვთ ამის განბედაობა, სანამ გაანთავისუფლებენ სამსახურიდან, რომ ასე ვთქვათ, ესეთი ტიპის პრობლემები მიიტანონ მედიატორამდე და არბიტრაჟამდე. კი ბატონო, მოდით ესე შევხედოთ ამ საკითხს, რამდენად ცდილობენ მხარეები მოლაპარაკება, სანამ სასამართლოში წავლენ, ხო? მედიაცია ეს არის მოლაპარაკება, ერთმანეთს გავაცნოთ ჩვენი პოზიციები და ვცადოთ საერთო გადაწყვეტილებამდე მისვლა. სამწუხაროდ ნაკლებად არის ამის მცდელობა, ეს ძალიან ბევრი ფაქტორით არის განპირობებული. ახლა იმ კომპანიებში, სადაც კორპორატული მართვის კულტურა, ადამიანური რესურსების მართვა განვითარებულია, თანამედროვე ტენდენციებია დანერგილი და თანამედროვე მართვის კულტურის სტანდარტების მიხედვით უყურებენ ამ პროცესს, კი იქ ბევრად უკეთესად არის საქმე, იმიტომ რომ ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება მაგალითად ყოველთვის ცდილობს მის თანამშრომლებთან კონდეს მჭიდრო კონტაქტი, გაიგოს მათი უკმაყოფილების საბაბი, პოტენციური დავის მიზეზების იდენტიფიცირება როგორად მოახდინოს, ილაპარაკოს თანამშრომლებთან და თანამშრომლებს მისცემს საშუალება, რომ პოტენციური დავის მიზეზი მიიტანოს ხელმძღვანელობასთან, განიხილონეს და გადაწყვიტონ. თუმცა ყველა კომპანიაში ბუნებრივია ეს ესე ვერ ხდება სამწუხაროდ. მთელ ამ პროცესში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ჩართულია ასევე პროფესიული კავშირების გაერთიანება, რომელიც მხარს უჭერს თავად იდეას, კონცეფციას, რომ დავები გადაწყდეს მეტად მოლაპარაკების გზით, თუნდაც მეტად არბიტრაჟის გზით, ვიდრე სასამართლოში განხილვის და გადაწყვეტის გზით. ძალიან მოკლედ მინდა გკითხოთ, დანიურ მოდელზე იყო საუბარი კონფერენციის ფარგლებში, როგორც ალბათ ერთ-ერთ სამოგალითო μოდელზე, ხომ? აი საერთაშორისო პრაქტიკას მინდა შევადაროთ, ქართული პრაქტიკა რამდენად ახლოს ვართ ამ პრაქტიკასთან და რამდენად გვაქვს პოტენციალი, რომ დავნერგოთ ჩვენთანაც. კი ბატონო, ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ ამ პროექტს ვახორციელებთ Dansk Industries-თან ერთად. ეს არის დანიაში ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც დაახლოებით იგივე ფუნქციებს ასრულებს, რასაც საქართველოს ბიზნეს ასოციაცია. დანიური მოდელის უნიკალურობა რაში მდგომარეობს, მათ შორის თავად ევროკავშირის ფარგლებშიც კი. მთელი დანიური მოდელი შრომითი ურთიერთობების აგებულია დასაქმებულებისა და დამსაქმებელს შორის დიალოგზე. ანუ იქ არის საკმაოდ ძლიერი პროფესიული კავშირების გაერთიანება ერთის მხრივ და მეორის მხრივ არის საკმაოდ ძლიერი დამსაქმებელთა გაერთიანება. და ისინი თითქმის ყველა ეტაპზე შრომითი ურთიერთობისა პირობებს ამ შრომითი ურთიერთობისა ადგენენ მოლაპარაკების გზით, კოლექტიური შეთანხმებების გზით. ჩვენთან სამწუხაროდ კოლექტიური მოლაპარაკებების კულტურა არ არის ისე განვითარებული. განსხვავებით ჩვენი შემთხვევისაგან დანიაში თითქმის ყველა სექტორში მხარეები შრომითი ურთიერთობის პირობებს განსაზღვრავენ მოლაპარაკებით. დაჯდებიან პროფკავშირები და დამსაქმებელი, მაგალითად თევზჭერის სექტორში სიტყვაზე, ხო? ან წყების მრეწველობის სექტორში. მოილაპარაკებენ ძირითად პირობებზე და უკვე შემდგომში ამ პირობების მიხედვით მიდის შრომითი ურთიერთობის ყველა სტადია, დაწყებული დასაქმებიდან, ანუ სამუშაოზე აყვანიდან, დამთავრებული გათავისუფლებით. სასამართლო თითქმის არ ერევა. იდეალური მოდელი ხო? იდეალური მოდელია, რასაკვირველია, ყოველთვის ჯობია მხარეებმა მოილაპარაკონ, თვითონ განსაზღვრონ თავიანთი პირობები ურთიერთობის, ვიდრე ხო, სასამართლომ ჩაქუჩა დაეწყას და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება ხანდახან ესეთ მხარესაც არ მოეწონოს.